აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოსა და ნავთობტერმინალს შორის სასამართლო დავა დაიწყო. საქმის პირველი განხილვა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სამმართველო ნავთობტერმინალისთვის 5,000 ლარის დაკისრებას მოითხოვს. საქმე ეხება ნარჩენების მართვის სპეციალური სისტემის მოწყობას. სამუშაოები ტერმინალს 2013 წლის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა დღეს სასამართლოს ხდომაზე განაცხადა, რომ პროექტის დასრულებას ხელი უსახსრობამ შეუშალა. მოპასუხემ დღესვე განაცხადა, რომ სამუშაოების შეფერხების შესახებ კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობა. ამ უწყებიდან კი წერილი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში გადაიგზავნა, სადაც ნავთობტერმინალის სამართალ დამღვევად ცნეს და ჯარიმის დასაკისრებლად სასამართლოს მიმართეს. ხუთწლიანი გეგმით ჩვენ 100 უნიზებიდან 96 სურათი შევასრულეთ, 4 დაწყებულია. დასრულებული არ არის. გარკვეულად იმის მიზეზის გამო, რომ ესენი არის საკმაოდ ფინანსურად თებადი სამუშაოები და 4,5 მილიონი დოლარი ჭირდება და ამჯერად საწარმოს არ გააჩნია ამ სეზონს, წელსვე დაამთავრდა, 2013 წელს დაამთავრდა. ჩვენ ვთხოვეთ სამინისტროს, რომ გადაემართებინა. უბრალოდ გაეგზელებინა, მაგრამ ჩვენ შესრულებამ გვაქვს გაბომბულ შესრულებაზე, არამედ რომ გაეგზელებინა ეს პროექტი. თუმცა სამინისტრო და ჯერჯერობით პასუხი არ მივიღია.